ეხლა ვნახე ახალი ამბავი, რომ ჩემი მეგობარი კოკო გაუშვეს 10 დღით ჯარიმების გადაუხდელობის გამო ციხეში. ქვეყანაში, სადაც რავი, ეგეც ახალი მომხდარი ამბავი არის, რაღაც ძალიან ბევრი მილიონი, 600 რაღაცა მილიონი თეთრდებოდა 2 წლის განმავლობაში. ხალხო, რომ გესმოდეთ რა, 7 ლარი ხო არ არის? ძალიან დიდი ფულია, მაგხელა მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ მოხდებოდა ძალიან ბევრი საჯარო სტრუქტურის ჩართულობის გარეშე. ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ ხარჯზე რა, დღემდე ტვინგაყინული ქოცი რო ხარ. შენ ხარჯზე კეთდება ამდენი ხნის განმავლობაში ფული და ვინც ამას აპროტესტებს ამ უწესობას და ვისაც უნდა რომ შენ უკეთესად იცხოვრო და რაღაცა შანსი მაინც გქონდეს, რომ მაგ ტვინგაყინულობიდან გამოხვიდე და დაეხსნა ერთხელ და სამუდამოდ ამ წუპეს, იმ ტიპს იჭერენ რა. არ ვიცი, ძალიან მაბრაზებს ხოლმე ეგეთი სიახლეები. ბრაზზე მოქმედება არ მჩვევია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ემოცია რაციონალური გადაწყვეტილების მტერი არის, მაგრამ რაღაც დროს უნდა გაბრაზდეთ ყველა, რადგან მართლა ყველამდე მოვა. ამას გავიძახით ძალიან დიდი ხანია, ამას გავიძახით, რომ მართლა ყველამდე მოვა და ეგეთი შეგრძნება აქვს ზოგიერთს, რომ იცი რა, ჩემამდე როგორ არ მოვა, ნახე, ყველა თავისიანი დაიჭირეს უკვე, ყველა თავისიანი და ცოტა ხანში კიდევ უფრო ბევრს დაიჭერენ თავისიანებსაც მათ შორის. და ერთადერთი გზა, რომ აქედან თავი დავაღწიოთ, არის რომ ეს უნამუსო ხალხი უნდა წავიდეს ქვეყნის მმართველობიდან და საქართველო უნდა დაუბრუნდეს სამართლიან და დემოკრატიული განვითარების გზას. ეგ არის და სულ სამი რაღაცა არის გასაკეთებელი. ფული არ უნდა დახარჯოთ ამათთან, ციფრულ სივრცეში უნდა იყოთ მობილიზებულები და აზიაროთ სწორი ინფორმაცია და უნდა იყოთ წინააღმდეგობაში ყველგან და ყველა ფორმით, როგორც შეგიძლიათ. გაუმარჯოს საქართველოს.